და საუკეთესო ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები. გაიცა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ოქროს მედალი 34-მა ქართულმა ღვინომ მიიღო. გამოავლინეს წარმატებული ახალგაზრდა მეღვინეების ათეულიც. ორგანიზატორების თქმით, წელს ღონისძიებაზე უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა. ამასთან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა კონკურსში პირველად უზბეკეთმაც მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინის და ქართული მეღვინეობის სფეროს აღიარებას, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი კონკურსი ჩამოდის და სპეციალურად საქართველოსთვის ქართული ღვინისთვის ატარებს გავს კონკურსს. წელს უკვე იყო ნიმუშები მეზობელი ქვეყნებიდანაც, ასევე შუა აზიის ქვეყნებიდან, ასე რომ საქართველოს ერთგვარი რეგიონალური ჰაბის ჰაბზე მსგავსება ამ კონკურსისთვის. ყოველ წელიწადს მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. მოვახერხეთ ის, რომ არა მხოლოდ ქართული ღვინოებია ამ კონკურსში, ასევე საზღვარგარეთის ღვინოები შემოგვიერთდა. ადრე თუ საშუალება ჰქონდა მხოლოდ დიდ მარნებს ესეთ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მიღების, კონკურსის უკვე აქ ჩამოტანამ ხელი შეუწყო იმას, რომ მცირე მარნებსაც კარე გაეხსნათ. მთლიანი საოჯახო მეღვინეობის კომპანია არის, დიდი ხანია არის 91-1990 წლიდან არის ეს დაარსებული და ამის შემდეგ მუშაობს, შრომობს და ხშირად ვიღებთ მონაწილეობას ამ კონკურსებზე, 7 ვერცხლის და 5 ოქროს მედალი. ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა